რაც მალე გადაიჭრება ეს პრობლემა, მით უკეთესი, რადგან ევროპაში არ დადგება თანასწორობა, სანამ არ მოგვარდება ებრაული საკითხი. დიდი ალბათობით ამაზე შეთანხმებას ის ერებიც მიაღწევენ, რომლებიც სხვა საკითხებში საერთო ენას რთულად პოულობენ. ეს ხომ იგივე წერილი გეგონათ, ისევ შათირიშვილი, ანუ ივანაშვილი. გავს და იმიტომ. ზუსტად იმავეს ამბობს. უკიდურესადაა შეწუხებული ებრაელების გლობალური როლითა და ევროპის საქმეებში გადაწყვეტილების მიღების სურვილით. მაგრამ არა. სხვა კაცია ეს. აი ეს. Adolf Hitler 1939 წლის 30 იანვრის გამოსვლით. ასე რომ ბორია ჩემო ჰიტლერი ჩაგიდეს. ვიცი არ იცოდი, მაგრამ ასე მოხდა. და რამდენიც უნდა იძახო ახლა მთელი ჩემი ძმაკაცები რუსეთში ებრაელები არიანო, რამდენიც უნდა იყვირო ტოლერანტი ერი ვართო, შათირიშვილის ანუ შენი ოპუსი დღეიდან ქართული ანტისემიტიზმის ჰიმნად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ყველა უბედურებაში ერთი დამნაშავის პოვნის სახელმწიფო ინსტრუქცია, რომელიც ძალიან ლოგიკურად ეწერება შენი გაპუწული ხელის ბიჭის ვიზიტების გეოგრაფიასა და მეგობართა წრეს. ტრამპის ადმინისტრაციაც დიდი ინტერესით გაეცნობა ინფორმაციას ახალი ანტიტრამპისტული კერისა და ანტისემიტური ბუდის შესახებ. მაგრამ სანამ ეგენი მაგას მიხედავენ, ჩვენ მაინც გავაგზავნოთ მდიდარი ებრაული ოჯახების ზებნა ისტორიაში. ვინ გახსენდებათ პირველი? როტშილდები. საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანისთვის ეგ არის პირველი ემოცია. ამიტომ ბორია რუს თავისი ბავშვობისდროინდელი ჟურნალი კრაკადილი და გაზეთი პრავდა რომ გახსენებოდა დაუვიწყარი კარიკატურით რა გასაკვირია. ოღონდ რა შეიძლება 9 ნომერი იმერელი გლეხი ერჩოდეს ფრანკ და ბრიტანელ ბარონ როტშილდებს. პატარა ამბავს გაგახსენებთ. როგორ იქირავა მეორე 9 ან 10 ნომერმა კახელმა გლეხმა ეს ბარონი როტშილდები. კაცმა ვერ გაიგო ისთვის, მაგრამ 10 მილიონი უფეშკაშა. ბიუჯეტის, ანუ ჩვენი მოხსნილი ფული. და მოხსნილი არ ყავდა ბორიას ეს მეორე გლეხი, რომ კობახიძემ კონტრაქტი გააუქმა. რატომ გააუქმა, ვერც ეგ ვერ გავიგეთ. მიზეზს არ ხსნიან. საიდუმლოა. და ახლა თქვენი ფიქრით, იქნებ ბორიას გაყინული ფულის გასალღობად და სანქციების მოსახსნელად იყვნენ ეგენი დაქირავებულები. ახლა ცოტა არ იყოს შევფიქრიანდი. ველოდო თუ არა ანტისემიტურ გამოხდომებს საქართველოში. ისრაელის სახელმწიფოსთან ურთიერთობა დაგვეძაბება თუ არა. პალესტინის მხარდამჭერ რამე რეზოლუციას აუწევს თუ არა ხელს საქართველოს გაეროში. თბილისის სინაგოგის ადგილას ერთი კაი პარაგრაფიც ჩაიდგმებოდა მე მგონი. მართლა მაინტერესებს რა აქვს ჩაფიქრებული ბორია რუს ებრაელთა სოფლიო ბატონობის აღსაკვეთად. ძალიან სამწუხაროა რომ რუსი ოლიგარქი წიგნებს არ კითხულობს. თორემ პრაღის სასაფლაოს ურჩევდი. ხათუნა ცხადადის კონგენიალურ თარგმანს. ბევრს გაიგებდა. თუმცა მეორე მხრივ რაის უმბერტო ეკო, როცა ზაზა შათირიშვილი ყავს დახელფასებული. ის დაწერს ყველაფერს რაც საჭიროა, ჩვენ კი ამ ყველაფერს იმედი გვეტყვის. ხო, ბადრი პატარკაციშვილის იმედი. დაგენაცვლე.